პუტინის ვიზიტამდე 2 დღით ადრე უკრაინამ სანქტ-პეტერბურგი დაბომბა. სამიზნე ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ტერმინალი იყო. ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, ტერიტორიაზე ამ დრომდე დაკვამლიანება. ტერმინალი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1100 კილომეტრშია. ზელენსკის ინფორმაციით სამიზნეების რიცხვი უფრო მეტია. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის გამოსვლა ეკონომიკურ ფორუმზე 5 ივნისაა დაგეგმილი. 53 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ გობახიძე დიუშენის მქონე მოზარდების მშობლებს შეხვდა. შეხვედრა იყო იმედის მომცემი, განაცხადეს მათ კანცელარიის დატოვების შემდეგ. მომდევნო შეხვედრა, რომელიც ზეგ გაიმართება, მედიკამენტის შემოტანის შესახებ კონკრეტული ნაბიჯების განხილვას დაეთმობა. როგორ გაგრძელდება პროტესტი, გადაწყვეტილებას ოჯახები მსჯელობის შემდეგ მიიღებენ. სურსათის ფასები გაიაფთა, ამტკიცებს პაპუაშვილი, თუმცა საპირისპირო საჩვენებს საქსტატის ოფიციალური მონაცემები. წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად 20%-ით გაძვირდა თევზეული 10%-იანი მატება ხორცსა და ხორცს პროდუქტებზე, 7%-ით გაიზარდა ფასი პურზე. გაძვირდა ზეთი, შაქარი, რძის პროდუქტები და კვერცხიც. მთავრობა ლოკომოტივების შესყიდვისა და კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 751 მილიონი დოლარის სესხს იღებს. BMG-ის ინფორმაციით, თანხის მიღება დაგეგმილია მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან.